ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მეცხრე არხზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ავტორებს აინტერესებთ, რატომ შეიცვალა არხის მენეჯმენტი და რატომ არ გამოხატავს ტელევიზიის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო არხზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციას. ამავე მიმართვაში კონკრეტული რეკომენდაციებიცაა გაწერილი. განცხადების ხელმომწერები ტელევიზიის მფლობელს ურჩევენ მისი ოჯახისგან არხის გამიჯვნის კონკრეტული მოდელი შეიმუშაოს. მიმართვას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. მათ შორის ვინც წერილი შინაარს არ ეთანხმება, ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის წევრიცაა. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მეცხრე არხთან დაკავშირებულ განცხადებაში პოზიციას აფიქსირებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ტელეკომპანიაში დაწყებულ რეორგანიზაციას ეჭვქვეშ აყენებენ. თუმცა იმისთვის, რომ გარკვეული კითხვები, ასე თქვა, თვითონ კონტენტთან დაკავშირებით არ გაჩნდეს, რა თქმა უნდა, კარგი არის ამ კითხვების თავიდან ასაცილებლად, რომ კერძო საკუთრებაში იყოს სხვა პირის, მაგალითად და არა რაღაცა პოლიტიკურად დაკავშირებულ პირებთან. ამიტომ თავისთავად ის ინიციატივა, რომელიც თვითონ პრემიერ-მინისტრის მხრიდან გამოითქვა, იყო პოზიტიური. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დანიშნულება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის კახა ბექაურის თანამდებობიდან გადაყენება და მის ნაცვლად ლუბა ელიაშვილის დანიშვნა. ეს ის საკითხებია, რომლებმაც ტელეკომპანიის ირგვლივ კითხვები გააჩინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ისეთი საკითხი, განსაკუთრებით თქვა არხის რეიტინგიდან გამომდინარე, მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად საჭიროებს როგორც საზოგადოების არასამთავრობო სექტორის ყურადღებას, ასევე თავად არხის მფლობელების მხრიდან უფრო მეტ დაინტერესებას. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ტელეკომპანიის პოლიტიკისგან დამოუკიდებლად არსებობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრს უხერხულობას უქმნის არხის მეუღლის მფლობელობაში ყოფნა, ახალი გენერალური დირექტორის მეუღლე ხელისუფლების წევრია. ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები მენეჯმენტში არ მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად ხდება ტელეკომპანიის პოლიტიკისგან გამიჯვნა. კერძოდ ბექაურის წასვლას შემდეგ მოხდა რამდენიმე ჟურნალისტის მიერ არხის დატოვება. დირექტორად დაინიშნა ქალბატონი ლუბა ელიაშვილი, რომლის მეუღლე შალვა შავგულიძე გახლავთ დეპუტატი მმართველი გუნდიდან. ამავდროულად ის არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მთავარი მოადგილე. ეს კომიტეტი კი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ძველმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ძალიან რთულია ქართულ რეალობაში მედიის ოჯახისგან და პოლიტიკისგან გამიჯვნა. მესმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მაგალითების მერე არასამთავრობო ორგანიზაციები ფრთხილობენ და ცდილობენ რაღაც პრევენციული განცხადებები გააკეთონ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მეცხრე არხი დაამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში ცდებოდნენ არასამთავრობოები. არასამთავრობო სექტორის მიმართვას არ ეთანხმება განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის წევრი ია მამალაძე. რამდენიმე სააგენტომ გადაუმოწმებლად გაავრცელა ეს ინფორმაცია და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ შეერთებია ამ განცხადებას, რადგანაც მათ წევრებს შორის, საბჭოს წევრებს შორისაც იყო გარკვეული შეუთანხმებლობა. მეცხრე არხის ირგვლივ შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც არხი ტელეკომპანიის 13-მა თანამშრომელმა დატოვა.